ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე დაკავებულნი არიან. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. ლევან ლორთქიფანიძის და ნოდარ შარაბიძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურეობრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად. ხელვაჩაურის გამგებლის დაკითხვა გამგეობის შენობაში დილის 10 საათიდან დაიწყო. მისი მოადგილე კი დაკითხვის პროცესში ცუდად გახდა და იგი შენობიდან საკაცით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა გაიყვანეს. გამგეობის შენობასთან დილიდან მივიდა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად. აქვე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც. მათ ლორთქიფანიძის დაკავების ფორმა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ბრალდებული დაბარების შემთხვევაში დაკითხვაზე საკუთარი ნებით გამოცხადდებოდა. ამ წუთებში ლევან ლორთქიფანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ამოთავსებული, მისი მოადგილე კი სამედიცინო დაწესებულება მედინაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ლევან ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 31 დეკემბერს ხმათა უმრავლესობით იქნა დანიშნული. მე ვფიქრობ, რომ ჩაის პლანტაცია უნდა აღვადგინოთ. ვაჟარა ეს ფაბრიკაა ხელვაჩაურის რაიონში, ერთი მარადიჩში, არა ნედლეული. როცა ნედლეული დაიგეგმება. მე უბრალოდ შემიძლია გავაპროტესტო ფორმა, რომელთაც ეს ხდება. სანამ ლევანი არ დაიკითხება, სანამ გამოძიება დასრულებულა, ის არის უდანაშაული ჩემთვის. ამიტომ ის ფორმა, რომელიც რაც ხდება, მე ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური პიარ აქცია ქართულ ოცნების წინააღმდეგ. ბრალი წაყენებული აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენება, უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურეობრივი სიყალბე. ეს დაკავშირებულია რომელიღაც კონკრეტული ხელშეკრულების ვადებთან მიმართებაში, რომ თითქოს დაირღვა მშენებლობის ჩაბარების ვადა.